წულუკიანისა და კომპანიის შრომას პირდაპირ ეთერში ვიღაცა გულის მოსაფხანად უყურებს. ვიღაც ინტერესით, ვიღაც გასართობად. არადა, გადასარევი შესაძლებლობაა იმ კონკრეტულ მომენტში. დიდი ბატონის გუნება განწყობის ამოსაცნობად. აი მაგალითად ერთ-ერთი ბოლო მაგალითი. დაარტყმა გერმანიის ყოფილ ელჩზე, რომელიც ჩვენ ყველას ბატონი ბორისის დიდი და განუყრელი მეგობარი და მფარველი გვეგონა. მეცაც გეტყვით, ხმები დადიოდა, ხმები. რომ ეს პატიოსანი კაცი გორის კრიპტოქარხნის მეწილედ აქციეს. ოღონდ მისი მეცადინეობით გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა ჰქონდათ, გარანტირებულიც ჰქონდათ. თავის დროზე იმასაც ამბობდნენ და ამბობდნენ კი არა ამაზე გერმანული მედიაც კი წერდა, რომ ჰუბერტ knirschis მეუღლე ბატონ ბორის დასაქმებული ყავდა თავის უნივერსიტეტში ქუთაისში და კარგად გასამრჯელოსაც უხდიდა. კარგად მახსოვს 2019 წელს შემოდგომაზე ბერლინში საგარეო საქმეთა სამინისტროში კავკასიის კურატორ სულთლად უფროს კითხე. რას გავს თქვენი ელჩის საქციელი, რატომ ამართლებს ბავშვებისთვის თვალების თხრას რეზნის ტყუებით მეთქი. რაღაცები იბუჟიალა, იმან რის მოკლეშინაა სასტი იყო. ელჩმა იცის დემოკრატია რა არის. იცის ხო? ოღონდ აღმოჩნდა რომ არც არაფერი იცის. ყოველ შემთხვევაში წულუკიანმა ახლა უკეთ იცის. საქართველოს მთავრობის წევრებს ავალებდა რაღაცეებს და უფროსივით ელაპარაკებოდა უთქვამს ახლა. მეც მიბრძანა ერთხელ რაღაც და არ შევასრულეო. შიდა სამზარეულოში რა იხარშებოდა ქოცებმა რა თქმა უნდა იციან. ჩვენ ის ვიკითხოთ, ქირშმა ასე უცებ რა დააშავა. ის რომ 2019 წლის ივნისში კაბინეტში ეჯდა გახარიას და პარლამენტის ფანჯრიდან უყურებდა მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლიან დარბევას. მერე კი ამას საძაგლად აპრავებდა. ის რომ 2021 წელს საძაგლად აპრავებდა გაეროში ბავშვთა უფლებათა დამცველად სოფო კილაძის გაგზავნას, რასაც 50-მდე არასამთავრობო აპროტესტებდა. ჰომოფობია ეკალი და არსად შესაშვები არაო. ეგ მაშინ ჩვენ დაგვიშავა და დემოკრატიას, მაგრამ აქ სხვა ამბავი უნდა იყოს. knirschი როგორც ჩანს, მთელი თავისი წონისა და კავშირების მიუხედავად ვეღარ კაჩავს ბატონი ბორისის გათეთრებას ვერც ზოგადად დასავლეთში და ვერც კონკრეტულად გერმანიაში. ახლა მივედით წერტილამდე, როდესაც ოქრო ჯოჯოხეთს ვეღარ ანათებს. ეს არ არის 1 და 2 დღის, 1 და 2 წლის ნამუშევარი. პროჭორილელებმა ამისთვის მრავალი წელი იმუშავეს, სრული შეგნებით, დაღლისა და ნამუსის გარეშე. სტატუსი, რომელიც დღეს მათ საერთაშორისო ურთიერთობებში აქვთ, რუსეთის, ბელარუსის, უნგრეთისა და ალბათ ირანის გარდა ერთი სიტყვით არ აღიწერება. ამისთვის ეს სიტყვა უნდა მოვიგონოთ. არა ლობირებადი, გაუправებადი, ან რაიმე მსგავსი. ან მამაპაპურად, უბრალოდ კეთროვანი. რას დავიდით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავლის. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.